ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის გრიგოლ კოკელაძის პირადი არქივი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადაეცა. წარმოდგენილი მასალები მოიცავს ხელნაწერ ნოტებს, საექსპედიციო ჩანაწერებს, ფოტოებს, ფირფიტებს და სხვადასხვა გამოცემებს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კოკელაძე ფოლკლორის ცენტრს 11 წლის მანძილზე 1937 წლიდან 1959 წლამდე ხელმძღვანელობდა. მან ჩაწერა და ნოტებზე გადაიტანა ასობით ქართული ხალხური სიმღერა. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელმძღვანელმა სანდრო ნათაძემ განაცხადა, გრიგოლ კოკელაძის პირადი არქივი ამ დროისთვის მუშავდება, მოხდება მისი გაციფრულება და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ამ მასალებს გაეცნოს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კოკელაძის პირადი არქივი ფოლკლორის ცენტრს კომპოზიტორის შვილიშვილმა ლაშა კალანდაძემ გადასცა. გრიგოლ კოკელაძე იყო ქართული კომპოზიტორი, მისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაეთმო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერას. ზოგადად ქართული კომპოზიტორები მაშინ ძირითადად ძალიან აქტიურად იყვნენ ამ ამბებით დაკავებულები. და გრიგოლ კოკელაძე ამ შემთხვევაში არის ესეთი ძალიან ნათელი მაგალითი, რომელმაც ასეულობით ნიმუში შემოგვინახა ქართული ტრადიციული მუსიკის. ის წერდა ცვილის ლილვაკებზე, აი სანამ ეს ფირფიტები და ბაბინები იქნებოდა, ეს არის პირველადი, ესე იგი, მატარებლები, რაზეც ხმა იწერებოდა. და შემდეგ გადაქონდა ნოტებზე. მან გამოსცა არაერთი კრებული 100 ქართული ხალხური სიმღერა და უნიკალური მომღერლები ყავს გრიგოლ კოკელაძეს ჩაწერილი. სხვა შორის ეს მისი არქივი რო ჩვენთან მოვიდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ეს ერთგვარი რაღაც ესეთი სიმბოლურიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ის წლების მანძილზე იყო ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. გრიგოლ კოკელაძის შემოქმედებით გამოირჩევა ძალიან მრავალფეროვანი შემოქმედებით და მოღვაწეობით. ამ არქივში არის მისი ხელნაწერები, როგორც მისი საავტორო ნამუშევრები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები, ასევე ხალხური სიმღერების ნოტირებული ნიმუშები. არის ასევე მის შედგენილი კრებულები, გადმოცემული ხალხური სიმღერების, რომელიც ძალიან ფასეულია ზოგადად ქართული მუსიკალური ხელოვნებისთვის და არის ისეთი ბროშურები და წიგნები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ არის საბიბლიოთეკო იშვიათობა. საინტერესოა, რომ მისმა ქალიშვილმა არქივი ჯერ 2005-6 წელს გადმოგვცა, ოღონდ ციფრული ვერსია მისი და იქაც ძალიან საინტერესო მასალები არის თავმოყრილი. გარდა ამისა, თვითონ ჩვენს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ინახება გრიგოლ კოკელაძის დროინდელი მისი ხელით, ესე იგი, დამუშავებული სიმღერების ნოტირებული ნიმუშები და აგრეთვე ჩაწერილი ხალხური მომღერლებისგან ხალხური სიმღერები. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ კოკელაძე 1951-1958 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობდა. 1950-1952 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო. 1954-1956 წლებში ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. იგი 1956-1958 წლებში თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. გრიგოლ კოკელაძე 1958-1959 წლებში კულტურის სამინისტროს მუსიკალურ დაწესებულებათა განყოფილების უფროსი იყო. მას ჩაწერილი აქვს 2000-მდე ხალხური სიმღერა და ინსტრუმენტული მელოდია.